რუსეთი აშეშოს ადანაშაულებს იმაში, რომ ისინი ვერ ასრულებენ, ციტირებ, შეთანხმებებსა და ურთიერთგაგებას, რომელიც ალასკაში იქნა მიღწეული. ალასკაში იყო წინადადება, მაგრამ შეთანხმება არ ყოფილა. რომ ყოფილიყო შეთანხმება, ომი უკვე დასრულებული გვექნებოდა. უკრაინა ამ ომში იმარჯვებს, განაცხადეს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში. ზელენსკი კარგად არფევს თავს და პოზიციას ინარჩუნებს, დაამატა დონალდ ტრამპმა. ანკორიჯში ტრამპსა და პუტინს შორის არანაირი შეთანხმება არ ყოფილა. ყველას დაარწმუნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო ალბერტმა. ხოლო ერთ დღეში ვაშინგტონმა მკვეთრი ცვლილებები განახორციელა და განაცხადა, რომ სწორედ ახლა საჭიროა უკრაინის მხარდაჭერა და რუსეთისთვის მაქსიმალური ზეწოლის განხორციელება, რადგან სწორედ ახლა უკრაინამ ფრონტზე გარდამტეხი სიტუაცია შექმნა. ამასთან ამერიკელებმა ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ უკრაინამ გადაწყვიტა რუსეთი არა ფრონტის ხაზზე, არამედ ღრმად ზურგში დაამარცხოს და ეს უკვე შედეგებს იძლევა. უფრო მეტიც აღმოჩნდა, რომ ეს გარკვეულ მიზანს შეესაბამება. დასავლურ სამხედრო დოქტრინას. ამ ფონზე ვლადიმირ ზელენსკიმ დაანონსა გამანადგურებელი ოპერაცია ყივიმში, რომელიც ვლადიმირ პუტინს აიძულებს შვიდობაზე წავიდეს. და მიანიშნა, რომ ამ სტრატეგიაზე ყირიმზე მაქსიმალური ზეწოლის შესახებ შეთანხმდნენ სწორედ იმ დიდი შვიდეულის სამიტზე საფრანგეთში. და უცებ დღეს ვიგებთ, რომ უკრაინული დროშა აღმართეს კინბურნის კოსაზე. რუსებმა დაიწყეს თავიანთი ჯარების გაყვანა მთელ ყირიმში. სინათლის გათიშვა. ხოლო ეგრეთ წოდებული ყირიმის ხელისუფლებამ შეაჩერა სარკინიგზო მიმოსვლა რუსეთთან. ამავე დროს რუსეთი გადის უარყოფის ეტაპს დონალდ ტრამპის მხარდაჭერის საკითხში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შემდეგ. კრემლში დღეს განაცხადეს, რომ ვლადიმერ პუტინი, ციტატა, უარს ამბობს დაიჯეროს, რომ ტრამპმა უკრაინის დარტყმებს რუსეთის სიღრმეში მხარი დაუჭირა. ამავე დროს ნატოში მკაფიოდ აღნიშნეს, რომ დიახ, უკრაინამ მართლაც შეძლო ეს. შექმნა შესაძლებლობის ფანჯარა ომში რუსებთან, მაგრამ ეს ფანჯარა სამუდამოდ ღია არ იქნება. ამ შესაძლებლობით რაც შეიძლება, მალე უნდა ისარგებლონ. იმისთვის, რომ ეს ფანჯარა არ დაიხუროს, ეხლა მაქსიმალურად ყველამ ერთად, თელმა დასავლეთმა უნდა მოახდინოს ზეწოლა მოსკოვზე. ამასობაში ამერიკის შეერთებული შტატების არმიამ პირველად გამოიყენა უკრაინული საზღვაო დრონები მაგურა საზღვაო სამხედრო წვრთნებზე, რომლებიც სავის დროზე დაესხნენ თავს ყივიმის ხიდს და რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტს. ჩემი სახელია ალექსეი პიჩი და მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა, მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ ახი, დაალაიქოთ ეს გამოშვება და დააწეროთ ნებისმიერი კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ. ასევე გამოიწერეთ ჩემი ტელეგრამ არხი პიჩი ნიუსი, ბმული მასზე მოცემული ამ ვიდეოს აღწერაში, იქ ჩვენ ვაქვეყნებთ ოპერატიულ სიახლეებს მათი მიღებისთანავე. ეს იყო პრეამბულა. ეხლა კი მოდით ყველაფერს გავერკვეთ და ყველა ეს სიახლე თავის ადგილას დავალაგოთ, რადგან ისინი რა თქმა უნდა ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ სულ ერთ დღეში მოახერხა შოკში ჩაეგდო რუსები და რაღაც დაუმალოთ უკრაინელებიც. იქ პირველად პირდაპირ განაცხადეს, რომ ანკორიჯის სულისკვეთება, რომელზეც რუსები თითქმის 1 წელი საუბრობდნენ, საერთოდ არ არსებობს. და სინამდვილეში დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი გასული წლის აგვისტოში ალასკაზე არაფერზე შეთანხმებულან. და ასეთი საჯარო აღიარებები მთელი ადმინისტრაციის მხრიდან. დონალდ ტრამპის მთელი ადმინისტრაციის ეს საჯარო აღიარებები მიუთითებს, რომ სიტუაცია მკვეთრად იცვლება უკრაინის სასარგებლოდ და აშკარად რაღაც ხდება კულისებს მიღმა. და არსებობს გარკვეული ფარული შეთანხმებები, რომლებიც სწორედ ერთი კვირის წინ ევიანში G7-ის სამიტზე იქნა მიღწეული. მაგრამ მოდით ყველაფერს თანმიმდევრულად მივყვეთ. ცხადია, რომ G7-ის სამიტის შემდეგ ტრამპის და მისი გუნდის პოზიციები სულ მცირე საჯარო სივრცეში უკრაინის მიმართ მაინც შეიცვალა. და ეს რა თქმა უნდა მხოლოდ უკრაინის თავდაცვის ძალების მოქმედებების დამსახურებაა, რომლებიც მასიურად უტევენ რუსეთის სიღრმეში და ამჟამად პირდაპირ ყირიმს იზოლაციაში აქცევენ. ადრე ცნობილი გახდა, რომ ვახშმის დროს ვლადიმირ ზელენსკისთან დონალდ ტრამპმა უთხრა მას, რომ ღრმად შთაბეჭდილებულია და სავსეა ენთუზიაზმით უკრაინის კამპანიის გამო, რომელიც რუსეთის სიღრმეში მიზნებზე დარტყმებს ახორციელებს. ამიტომ ტრამპმა ზელენსკის ურჩია უფრო თამამად ემოქმედა, იმიტომ რომ ტრამპი პრინციპებს სცემს პატივს, მშვიდობა ძალის მეშვეობით. და თუ უკრაინას შეუძლია რუსეთს ძალა აჩვენოს, ტრამპი დარწმუნებულია, რომ ეს არა მხოლოდ საჭიროა, არამედ აუცილებელიც. და ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი გსმენიათ, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ მიაჩნიათ უკრაინა იმ პოზიციაშია,
რომელიც საშუალებას აძლევს ისაუბროს მის უპირატესობაზე რუსეთთან ომში. ამის შესახებ განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ჯერემი ლევინმა. მისი თქმით, უკრაინა აგრძელებს მუშაობას ომის ახალი ეტაპის დამკვიდრებაზე და ამჟამად გამარჯვებულის პოზიციაშია. და შემდეგ მისი ციტატა. ამ ეტაპზე ჩვენ იმ მდგომარეობაში ვართ, რომ უკრაინა ნამდვილად იგებს ომს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ასევე ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ სიტუაცია წინა წლებთან შედარებით შეიცვალა. მან თქვა, რომ ადრე უკრაინის სამხედროები ზამთარს ელოდნენ, როცა რუსეთის არმიას შეეძლო შეენელებინა თავისი აქტივობა. ამიტომ მაშინ მოიგეს. უკრაინის შეიარაღებული ძალებიც თავის მხრივ აქტიურ ფაზაზე გადადიოდნენ. თუმცა ახლა პირიქით, სწორედ რუსეთის ფედერაცია ელოდება სიცივის დადგომას, მაშინ როცა უკრაინა წლის ნებისმიერ დროს აგრძელებს ზეწოლას. ლევინმა ასევე გაახსენა, რომ რთულ ზამთრის პირობებშიც კი უკრაინამ შეძლო მოვლენების მიმდინარეობის შეცვლა და რუსეთის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე დარტყმების მიყენება. გარდა ამისა, მან აღნიშნა რუსეთის ნავთობის მიმართ სანქციების პოლიტიკის შესაძლო გადახედვაზე. ერთი მხრივ მან თქვა, რომ ზოგადად ჰორმუზის სრუტე ახლო აღმოსავლეთში ღიაა და ამჟამად ნავთობის დეფიციტი მსოფლიო ბაზარზე არ არსებობს. ამიტომ შესაძლებელია კვლავ გადაიხედოს სანქციები რუსეთის ნავთობის მიმართ და მაქსიმალურად ძლიერი დარტყმა მიაყენონ. მეორე მხრივ ის ამბობს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მოქმედებები აძლევს მათ საფუძველს იფიქრონ, რომ ამ სანქციების ამოქმედება იქნება მხოლოდ დამატებითი დარტყმა რუსეთის ეკონომიკაზე. სხვათა შორის ევროპა. მცირე ლირიკული გადახვევა გავაკეთოთ. ევროპამაც დაიწყო აქტიური მოქმედება. საფრანგეთმა დღეს კიდევ ერთი რუსული ჩრდილოვანი ფლოტის ტანკები დააკავა. ბრიტანელებმა, რომლებმაც ასევე ცოტა ხნის წინ დააკავეს რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის ანალოგიური ტანკერი, გადაწყვიტეს, რომ უბრალოდ შეეძლოთ ამ დაკავებულ ტანკერზე არსებული ნავთობის გაყიდვა. რადგან საერთაშორისო სამართლის მიხედვით ეს ნავთობი არალეგალურია და შესაბამისად არავის ეკუთვნის. ისინი ამბობენ გავყიდით და ფულს ვიშოვით, მაგრამ ბოდიშით დაუბრუნდეთ ტრამპს. აი პირდაპირ სულ რამდენიმე საათის შემდეგ, მას შემდეგ, რაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ განაცხადა, რომ უკრაინა იმარჯვებს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დადებითად შეაფასა უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის ქმედებები ველურ რუსეთთან ომში. შემდეგ მოდის დონალდ ტრამპის ციტატა. როგორც არ უნდა იყოს, საქმეები საკმაოდ კარგად მისდის. ყოველ შემთხვევაში თავის პოზიციებს ინარჩუნებს. ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება ორივე მხრიდან, მაგრამ ვფიქრობ, ის კარგად ართმევს თავს. ასეთი განცხადება ტრამპმა გააკეთა პრესკონფერენციაზე ნატოს გენერალურ მდივან მარკ რიუტესთან ერთად. და ტრამპმა დაამატა, რომ ზელენსკი მამაცია. აღნიშნა, რომ მას ციტატა შესანიშნავი ტექნიკა, შესანიშნავი ხალხი ყავს და ნამდვილი მებრძოლებიც არიან. გამარჯვებულები ვით. ფიქრობთ, რომ პრეზიდენტი ზელენსკი ახლა იმარჯვებს. კარგად ართმევს თავს. როგორც არ უნდა შეხედო, კარგად ართმევს თავს. თავის პოზიციებს ინარჩუნებს, სულ მცირე. ორივე მხარეს ბევრი ადამიანი იღუპება, მაგრამ ფიქრობ, კარგად ართმევს თავს. მანამდე შეგახსენებთ, ტრამპი შეხვდა ზელენსკის საფრანგეთში. დიდი შვიდეულის სამიძე მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მედია წერდა, ასეთ შეხვედრა საერთოდ არ შედგებოდა. და როგორც Financial Times-ის წყაროებმა თქვეს, ამერიკის პრეზიდენტი ძალიან აღფრთოვანებული და შთაგონებული იყო უკრაინის დარტყმებით რუსეთის წინააღმდეგ. და ამ თემაზე დიდხანს ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტს. ეს მართლაც ძალიან გააოცა. ის ამბობს, თქვენ შეგიძლიათ ასე გაანადგუროთ რუსების ინფრასტრუქტურა, ხოლო პუტინი ვერაფერს აკეთებს ამის წინააღმდეგ. ამიტომ ტრამპმა ზელენსკის ურჩია უფრო თამამად ემოქმედა რუსეთის მიმართ. თავის მხრივ ბლუმბერგის თანამოსაუბრეები ამბობდნენ, რომ ახლა აშშ-ის პრეზიდენტი და მისი გარემოცვა თვლიან, რომ მოსკოვი ვერ შეძლებს გამარჯვების მიღწევას ბრძოლის ველზე, ხოლო კიევის პოზიციები ძლიერდება. და აი ამის შემდეგ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პარტნიორების მიერ G7-ის სამიტზე დაპირებული დახმარების მიღება კიევს საშუალებას მისცემს დაეღრნოს. ოპერატიულად შეიქმნას ისეთი პირობები, რომლებშიც რუსეთი იძულებული იქნება აირჩიოს მშვიდობა. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაცია ყირიმთან დაკავშირებით, რომლის დროსაც ნახევარკუნძული მოწყვეტილია რუსეთის მხრიდან მომარაგებას, ზუსტად გათვლილია და უნდა მოახდინოს ზეწოლა მოსკოვზე. და შემდეგ მოიყვან ზელენსკის ციტატას. ჩვენი ოპერაცია განსაკუთრებით ყირიმთან დაკავშირებით ზუსტად გათვლილია. და ის როგორ მიმდინარეობს, აბსოლუტურად ამტკიცებს ამას. თუ ზუსტად ის, რაზეც ჩვენ პარტნიორებთან ერთად G7-ის ფარგლებში შევთანხმდით, უკრაინას ექნება და ეს პარტნიორების გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, ჩვენ ოპერატიულად შევქმნით ისეთ პირობებს, რომლებშიც რუსეთი იძულებული იქნება აირჩიოს მშვიდობა. ჩვენ ძალიან ველი დადებით პასუხს ჩვენი პარტნიორებისგან. მათ ზუსტად იციან რაზეა საუბარი.
ეხლა ჩვენი სამხედროები ანადგურებენ დროებით ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე და თავად რუსეთის ტერიტორიაზე ყველაფერს, რაც რუსეთის ომს ემსახურება. იმას, რაც ამ ომს და რუსეთის აგრესიას საერთოდ შესაძლებელს ხდის. ანუ ზელენსკი მაინც ოდნავ ახადა საიდუმლოს ფარდა. G7 სამიძე ევიანში ზუსტად მიიღეს გადაწყვეტილება პუტინზე ზეწოლა სწორედ ძალისმიერი მეთოდებით განეხორციელებინათ. ეს ნიშნავს, რომ უკრაინამ შეძლო პარტნიორების გადარწმუნება იმაში, რომ თუ ისინი თავიანთი მხრიდან საკმარის დახმარებას გაუწევენ და დონალდ ტრამპი ბოდიში უბრალოდ ხელს არ შეუშლის. მაშინ უკრაინის შეიარაღებული ძალები თავად შექმნიან პირობებს, რომელშიც ვლადიმირ პუტინი შეიარაღებული, იძულებული იქნება მშვიდობა ეძებოს. და როგორც ჩანს, დასავლეთმა ამ ყველაფერს დათანხმდა. და თვითონ ტრამპმაც კი გადაწყვიტა არ იკამათოს, არამედ ამბობს, რომ მოусმინეთ, ზელენსკის საქმეები ძალიან კარგად მიდის. რუცა შეგახსენეთ, 2025 წლის თებერვალში ტრამპმა განაცხადა, რომ ზელენსკის არ აქვს კოზირები. უკრაინა მარცხ ხდება, როგორ შეიძლება საერთოდ ომი ასეთი დიდი და ძლიერი რუსეთის წინააღმდეგ. მას ეს ნამდვილად არ ესმოდა, ხოლო ეხლა ამბობს. მოისმინეთ, გასაოცარია, მაგრამ უკრაინის საქმეები კარგად მიდის. ვლადიმირ პუტინმა თავის მხრივ გადაწყვიტა უკრაინის მზარდი წარმატებები რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმებში კიევის სისუსტედ წარმოეჩინა. და აი გონება ჩამორჩენილი რუსები ამას მართლა იჯერებენ. ისინი ამბობენ: მოისმინეთ, ფრონტზე უკრაინას ყველაფერი ცუდად აქვს, ამიტომაც გადაწყვიტეს ზურგში ტერორი მოაწყონ. მაგრამ აქ იმისთვის რომ გაიგო რა ხდება, ცოტა მეტი გონება გჭირდება, ვიდრე საშუალო სტატისტიკური რუსის აქვს. ვლადიმირ პუტინის თქმით, ფრონტზე სიტუაციის სწრაფად გაუარესებასთან ერთად უკრაინული ძალები უფრო ძლიერად ურტყამენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. ამასთან პუტინმა რატომღაც რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და მთავრობას მოსთხოვა უკრაინული თავდასხმების შედეგები ნულამდე დაიყვანონ. მაგრამ საქმე იმაშია, რომ უკრაინამ ომის განმავლობაში პირველად პარტნიორებისგან სრული კარტ-ბლანში მიიღო რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებებისთვის. აი ამას მიაქციეთ ყურადღება. გავამახვილებ ყურადღებას, რომ ბოლო დროს უკრაინულმა ძალებმა მნიშვნელოვნად გაზარდეს დაღთმების რაოდენობა ოკუპირებული ყირიმის სამხედრო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. 21 ივნისის ღამეს დრონებმა კერჩის ნავთობაზაზე და პორტი კავკაზი დაარტყეს. ეს იმ მხარესაა უკვე რუსეთის ტერიტორიაზე, რამაც გამოიწვია საწვავის გაყიდვის სრული შეჩერება ნახევარკუნძულზე და კერჩის სრუტეზე ბორანის გადაყვანის დახურვა. იმავე ღამეს ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხებებმა ყირიმის მნიშვნელოვანი ნაწილი დააზარალა, მათ შორის სევასტოპოლი, ალუშტა, არმიანსკი, კრასნოპერევოდო, პრიკოპსკი და ჯანკოი. ამის შემდეგ 23 ივნისის ღამეს სოვეტსკის რაიონში მდებარე ელექტროსადგური ნასოსნაია 2-ზე განხორციელდა თავდასხმა, ხოლო 24 ივნისის ღამეს სევასტოპოლში ბალაკლავის თეზზე, რის შემდეგაც ქალაქი სრულად დარჩა უშუქოდ. დაზიანებები დაფიქსირდა აგრეთვე კერჩის თეზზე, ქვესადგურ დასავლეთ კრიმზე და აიპეტრის მთის რაიონში, სადაც განთავსებულია რუსეთის ფედერაციის საჰაერო კოსმოსური ძალების რადიოლოკაციური სადგური. გაგახსენეთ, რამდენიმე დრით ადრე უკრაინულმა უპილოტოებმა დუბნაში, მოსკოვის ოლქში მდებარე კოსმოსური კავშირის ცენტრს დაარტყეს. რაც მიუთითებს იმაზე, რომ ყველაფერთან ერთად უკრაინის თავდაცვის ძალები სრულად ანადგურებენ რუსების ასე წოდებულ კოსმოსურ კავშირსაც. გავამახვილებ ყურადღებას, რომ აი ამ აიპეტრის მთიდან აი ეს რადიოლოკაციური სადგური. რუსეთის სააეროკოსმოსური ძალები ცდილობდნენ დაეხშოთ Starlink უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის, ხოლო ის კოსმოსური კავშირის ცენტრი დუბნაში ფაქტობრივად ეხმარებოდა რუსებს შეექმნათ Starlink-ის დარგული ანალოგი. პარალელურად უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალებმა განაცხადეს სოფლ რაზდოლნოეს მიმდებარე ჩრდილო ყირიმის არხზე არსებული სარკინიგზო ხიდის სრულ განადგურებაზე. ეს არის სტრატეგიული არტერია, რომელიც გამოიყენება სამხრეთის მიმართულებით ჯარების მომარაგებისთვის. ეს არის სისტემური კამპანიის გაგრძელება ყირიმის ნახევარკუნძულის იზოლაციისთვის. დღეს კი გამოჩნდა სიახლეები, რომლებიც უბრალოდ მთავარი ნიშანია რუსების ეტაპობრივი უკანდახევის. დღეს კინბურგის კოსაზე უკრაინული დროშა ფრიალებს. ვიდეო დროში დაჩვენეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ტერიტორიული თავდაცვის სამხრეთის რეგიონულ სამმართველოში და შემდეგ მოყავთ მათი ციტატა. მურჭყვითელი დროშა კინბურგის კოსაზე სამხრეთის თავდაცვის ძალების ძლიერი ცეცხლოვანი დარტყმის შედეგად აღმართეს, რის გამოც რუსი ოკუპანტები იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ დაკავებინათ დაკავებული პოზიციები. მინდინარეობს გადარჩენილი პირადი შემადგენლობის ევაკუაცია. ოკუპანტები ტოვებენ თავიანთ თავდაცვის ხაზებს, ჩვენ არ ჩერდებით. ოდესმე ჩვენი ტანკები მაინც მიაღწევენ ჯანკოის. მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ ყირიმის ოკუპაციურმა ხელისუფლებამ გამოაცხადა რუსეთისთან სარკინიგზო მიმოსვლის შემცირების შესახებ.
როგორც განაცხადა ეგლეწოდებულ ყირიმის ხელმძღვანელმა სერგეი აქსიონოვმა, ოპერატიული შტაბის გადაწყვეტილებით რუსეთიდან ნახევარკუნძულზე და უკან მიმავალი მატარებლების რაოდენობა ორჯერ შემცირდება. დღეში 14 მატარებლიდან 7-მდე. მაგრამ როგორც ჩანს, ესეც კი არა ასე, რადგან დარჩენილი ეს 7 მატარებელიც კი რუსეთიდან აღარ მიაღწევს სიმფეროპოლამდე, სევასტოპოლამდე ან ევპატორიამდე. არა, ეხლა აბსოლუტურად ყველა მატარებელი რუსეთიდან მხოლოდ ქერჩამდე მივა. და იქვე შემოტრიალდებიან და უკან დაუბანელ კარსიან რუსეთში დაბრუნდებიან. გარდა ამისა, რუსები რეალურად გარბიან ყირიმიდან. რა თქმა უნდა, რუსული პროპაგანდა ამბობს, რომ ყირიმში ყველაფერი მშვენიერია. საერთოდ კურორტული სეზონია, ყველაფერი კარგადაა. და ყველა ეს განცხადება იმის შესახებ, რომ ბენზინი არ არის, ეს ყველაფერი უკრაინული პროპაგანდის ინტრიგებია. უკრაინა ამძაფრებს სიტუაციას. ყველაფერი ასე არ არის. მაგრამ ასე წოდებული ქერჩის ხიდის მიმართულებით Planet Labs-ის სატელიტურმა სურათებმა 24 ივნისს დააფიქსირეს მსუბუქი ავტომობილების უზარმაზარი დაგროვება. საცობები 10 კილომეტრზე მეტს გრძელდება ამ ხიდის წინ მდებარე გამშევი პუნქტიდან რივანოვკის სოფლის რაიონამდე. აღნიშნულია, რომ უკვე დაახლოებით 1500 ავტომობილი ცდილობს დროებით ოკუპირებული ყირიმიდან გასვლას. ოკუპანტები რეგულარულად კეტავენ მოძრაობას ამ ხიდზე, რომელიც მათთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. საერო თავდაცვის მუშაობის ან საზღვაო დრონების თავდასხმის საფრთხის გამო. სულ შორის საზღვაო დრონების შესახებაც. აპრილის სწავლებების დროს ფილიპინებზე, რომლებიც არ იყო დაანონსებული და მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი მათ შესახებ. ამერიკელმა სპეცრაზმელებმა პირველად გამოიყენეს საზღვაო დრონები ჩამოწერილი გემის წინააღმდეგ, რომელიც სამიზნედ იყო გამოყენებული. ეს იყო ინდოწყნარი ოკეანის რეგიონში მაგურას კლასის ეკიპაჟის გარეშე კატერების პირველი გამოცდა. ეკიპაჟის გარეშე კატერები მაგურა კლასის, რომლებიც უკრაინაშია შექმნილი და მომაკვდინებელი ეფექტით გამოიყენეს რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის წინააღმდეგ. დიახ, უკრაინული საზღვაო დრონები მაგურა ახლა ამერიკის არმიაც იყენებს. მაგურო აპარატებმა რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის დაახლოებით 10 სამხედრო გემი ჩაძირეს. უფრო მეტიც, ისინი გახდნენ პირველი საზღვაო უპილოტო აპარატები, რომლებმაც საჰაერო მიზნები გაანადგურეს. ბოლო მოდელებზე შესაძლებელია 2 რაკეტის დაყენება. და 2024 წლის 31 დეკემბერს სწორედ ასეთი რაკეტით, ასეთი უპილოტო კატერიდან ყირიმში ტარხანკუტის კონცვის რაიონში ჩამოაგდეს რუსული ვერტმფრენი Mi-8. 2025 წლის მაისში ნოვოროსიისკთან ახლოს დრონმა რაკეტით ჩამოაგდო საბრძოლო თვითმფრინავი Su-30. რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ინფორმაციას ადასტურებდნენ თვითონ რუსი სამხედროებიც. და ამ ფონზე ვლადიმირ პუტინმა გუშინ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის მოლაპარაკებებისთვის უკრაინასთან. მაგრამ რაღაც მითიური შეთანხმებების საფუძველზე დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის ანკორიჯში, ალასკაზე, გასული წლის აგვისტოში. როგორც იცით, კრემლი თითქმის 1 წლის განმავლობაში ყველას ართმუნებდა, რომ თითქოს დონალდ ტრამპმა რაღაცაზე მოილაპარაკა პუტინთან. უკრაინის ზურგს უკან, რომ არსებობს რაღაცა ანკორიჯის სული, რომ არსებობს რაღაც საიდუმლო შეთანხმებები აშშ-სა და რუსეთს შორის უკრაინის შესახებ. და თითქოს მხოლოდ ევროპა უშლის ხელს ამ რაღაც საიდუმლო შეთანხმების შედეგების მიღწევას. თითქმის 1 წელი რუსები, რა თქმა უნდა, არ ამხელდნენ ამ მითიური შეთანხმების არსს. და აი დღეს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ საბოლოოდ აჩვენა უკრაინისკენ შემოტრიალება. ანკორიჯის სული არ არსებობს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ პირველად საჯაროდ განაცხადა, რომ გასული წლის აგვისტოში ალასკაზე გამართული სამიტის დროს აშშ-სა და რუსეთს შორის უკრაინის საკითხზე არანაირი შეთანხმება არ მიღწეულა. როგორც მარკო რუბიომ განაცხადა, ანკორიჯში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის შეხვედრაზე მხოლოდ ომის დასრულების წინადადება განიხილებოდა, მაგრამ არანაირი შეთანხმება მიღწეული არ ყოფილა. შემდეგ მოჰყავთ მარკო რუბიოს ციტატა. ალასკაზე არანაირი შეთანხმება არ ყოფილა. ალასკაზე გაკეთდა წინადადება ომის დასრულების შესახებ, მაგრამ ეს არასოდეს ყოფილა შეთანხმება. რუსეთი ადანაშაულებს აშშ-ს, რომ მან ვერ შეასრულა, ასე ვთქვათ, შეთანხმებები, რომლებიც ალასკაზე ჰქონდა. არანაირი. შეთანხმება ალასკაზე არ ყოფილა. ალასკაზე იყო წინადადება, მაგრამ შეთანხმება არ ყოფილა. რომ ყოფილიყო შეთანხმება, ომი დასრულდებოდა.
როგორც თქვი, პრეზიდენტი მზად არის და შეერთებული შტატებიც მზად არის შეასრულოს ნებისმიერი კონსტრუქციული როლი, რაც შეგვიძლია, რათა უკრაინაში ომი დასრულდეს. და სწორედ აქ რუსებში უარყოფის მკაცრი ფაზა დაიწყო. კრემლში მოუწოდეს არ დაიჯერონ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მხარი დაუჭირა უკრაინის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო ზეწოლის გაძლიერებას, მათ შორის რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმებს. ამაზე ადრე ისაუბრეს უკრაინული გამოცემის Kiev Independent-ის და ბრიტანული გაზეთის Financial Times-ის ინფორმირებულმა წყაროებმა. და აი დღეს ვლადიმირ პუტინის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, ციტატა: უკრაინულ მედიას არ უნდა ენდოთ, ეს პირველი, მეორე. ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ მოვისმინეთ ბატონი ტრამპის განცხადება იმის შესახებ, რომ მას შემდეგ რაც დასრულდება ირანის გარშემო კონფლიქტთან დაკავშირებული მათი საქმე, ის კვლავ აპირებს ძალისხმევის გამოჩენას უკრაინის საკითხის მოგვარების მიმართულებით. მოსკოვში ელიან შესაბამისი დიალოგის გაგრძელებას ვაშინგტონთან. და იცით აქ პესკოვი მართალია. დონალდ ტრამპი ირანთან ომის შემდეგ მართლაც დაბრუნდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულების თემაზე. მაგრამ უკვე ისე აღარ როგორც რუსებს სურდათ. და მოსკოვში, როგორც ამბობს პესკოვი, ელოდებიან დიალოგის გაგრძელებას ვაშინგტონთან, იმ იმედით, რომ სტივენ ვიტკოვი, ჯარედ კუშნერი კვლავ შეხვდებიან კირილ დმიტრიევს, პუტინის წარგზავნილს. ისევე ცდებიან უკრაინის პოზიციების გატეხვას. ისევ ტრამპი განაცხადებს, რომ ზეწოლა უნდა იყოს კიევზე და არა მოსკოვზე, მაგრამ ასე აღარ გამოვა. ვაშინგტონის პოზიციები მართლაც დაიწყო ცვლილება. და აქ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, როგორ მოიქცევა ევროპა მომავალში. მაგრამ მოსკოვში ვერ ეგუებიან ამ რეალობას. და კრემლში უბრალოდ ვერ იჯერებენ, რომ ტრამპი მართლა შეიძლება აღარ ემსახურებოდეს ვლადიმირ პუტინის ავადმყოფურ ეგოს. კრემლში ჯერ კიდევ იმედოვნებენ, რომ როგორმე დაითანხმებენ დონალდ ტრამპს, რათა მან ზეწოლა მოახდინოს კიევზე და შეაჩეროს უკრაინული შეტევები რუსეთის სიღრმეში. მაგრამ უკრაინა არ აპირებს შეაჩეროს თავისი შორ მანძილზე დარტყმები, რადგან ეს უკვე სტრატეგია, ეს უკვე ტაქტიკა აღარ არის. Wall Street Journal-ი დღეს წერს, რომ რუსეთში ამტკიცებენ, თითქოს ოკუპანტები მასიურად მიიწევენ ფრონტზე, ხოლო უკრაინა ვერ შეძლებს გამარჯვებას გამოფიტვის ომში. თუმცა, უკრაინის თავდაცვის ძალების ბოლო მოქმედებები ამ სიტყვებს დიდ ეჭუქვეშ აყენებს. საბოლოოდ, საშუალო რადიუსის დრონები მათთვის ახალი სამხედრო ეპოქის kwintesentsia იქცა. როგორც გამოცემის ანალიტიკოსები ამტკიცებენ, ახლა კიევის მთავარი მიზანია რუსეთის ფედერაცია ზურგიდან გაანადგუროს და არა წინა ხაზზე. ამას დასავლეთის სამხედრო დოქტრინაში საკუთარი სახელიც კი აქვს – საჰაერო ჩაჯრა. ამ დოქტრინის არსი მდგომარეობს იმაში, რომ განადგურდეს, დაირღვეს, გადამისამართდეს და შეფერხდეს დამხმარე ფუნქციები, რომლებიც რუსეთის ფრონტის ხაზს უჭერენ ხარს. ამისთვის უკრაინის შეიარაღებული ძალები საშუალო მანძილის უპილოტო აპარატებს იყენებენ და დარტყმებს აყენებენ სარდლობის პუნქტებზე, კავშირგაბმულობის ხაზებზე, საბრძოლო მასალისა და საწვავის საწყობებზე, უპილოტოების მართვის ცენტრებზე, ლოგისტიკურ ცენტრებსა და რეზერვულ ძალებზე. ამასთან ერთად კიევი ზრდის ღრმა დარტყმების რაოდენობას სამხედრო და ენერგეტიკულ ობიექტებზე რუსეთის სიღრმეში. შედეგად კრემლს უწევს რთული გადაწყვეტილებების მიღება, სად განათავსოს სააერო თავდაცვის სისტემები და რომელი ადგილები დატოვოს დაუცველი. იმის დასამტკიცებლად, რომ ეს სტრატეგია მუშაობს, ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ რუსეთი მართლაც ახლა ცდილობს საჰაერო თავდაცვა მოსკოვში გადაიტანოს. ფრონტის მონაკვეთების დაუცველად დატოვებით, ასევე მნიშვნელოვანი სამხედრო და ენერგეტიკული ობიექტების დაუცველად დატოვებით, მთელ რუსეთსა და ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე. რაც შეეხება ფრონტს, უკრაინის თავდაცვის ძალებსაც ახლა მეტი დრონი აქვთ, მცირე მანძილის. და ომის კვლევის ინსტიტუტი არნიშნავს, რომ მთლიანობაში ეს იძლევა ოპერატიულ ეფექტს, რომელსაც აქამდე ასეთი მასშტაბით არ ხედავდით. გარდა ამისა, ანალიტიკოსებმა დაინახეს, რომ ამ ეტაპზე კიევი გადის შუალედურ ეტაპს, ყველა ტერიტორიის დეოკუპაციის მიზნისკენ მიმავალ გზაზე. ეს შუალედური ეტაპი ძალიან მარტივად იწოდება. ეს არის დემილიტარიზაცია. ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძული, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ამ წლების განმავლობაში იყენებდა უკრაინაზე საჰაერო თავდასხმებისთვის, სამხედროების წვრთნისა და თავისი დაჯგუფებების მომარაგებისთვის სამხრეთში, უკრაინის მატერიკულ ნაწილში. ამ გეგმის განხორციელებისთვის სამხედროებმა ცოტა ხნის წინ რამდენიმე დარტყმა მიაყენეს ყირიმში ლოგისტიკურ მარშრუტებს, ასევე ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასა და საჰაერო თავდაცვის საშუალებებს ქერჩის სრუტის გარშემო.
რაც შეეხება შავი ზღვის ფლოტს, უკრაინის შეერაგებულმა ძალებმა უკვე ადრე აიძულეს რუსები რომ ყირიმიდან გაეყონათ თავიანთი გემები. და ბოლოს მოვიყვან ციტატას Wall Street Journal-დან, რომელიც ხსნის, რატომ გააკეთა ტრამპის გუნდმა მკვეთრი შემოbrunება უკრაინისკენ. ციტატა: უკრაინას ახლა აქვს უპირატესობა და ინიციატივა რუსეთთან შედარებით საშუალო მანძილის დარტყმების სფეროში. ეს ზრდის ხარჯებს და რისკებს კრემლისთვის, ამავე დროს ასუსტებს რუსეთის მოლაპარაკებების პოზიციებს. აქ სამთერგს დავტოვებ, მეგობრებო, თქვენი აზრი და თქვენი დასვენები. დაწერეთ კომენტარები ამ გამოშვების ქვეშ და გაწევრიანდით ჩემს დახურულ საზოგადოებაში Patreon-ზე, სადაც შეგიძლიათ ფინანსურად დაუჭიროთ მხარი ამ YouTube არხის მუშაობას. და იქვე არის დახურული საზოგადოება, სადაც ჩვენ ერთად ვსაუბრობთ სხვადასხვა თემებზე, რომლებიც აქ YouTube-ზე არ განიხილება. სადაც მე ვპასუხობ თქვენს პირად კითხვებზე და სადაც შეგვიძლია ვიმსჯელოთ ამა თუ იმ თემაზე. დამატებით, იქ იგეგმება დახურული სტრიმები, სადაც თქვენთან კითხვა-პასუხის ფორმატში ვისაუბრებ. ამიტომ გადადით ამ ვიდეოს აღწერაში მოცემულ ბულზე და გამოიწერეთ Patreon-ზე. თუ გსურთ ერთჯერად დაუჭიროთ მხარი ამ არხის მუშაობას, ესეც შესაძლებელია. ყველა ბმული და რეკვიზიტი ასევე ვიდეოს აღწერაშია. გამოიწერეთ არხი, დაწევეთ თქვენი კომენტარი და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. ამით დასრულდა, იზრუნეთ საკუთარ თავზე, ყველას ნახვამდის.